გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ჯიბლაძე და დღეს გაჩვენებთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია დავაჯამოთ სხვადასხვა გვერდზე განთავსებული მსგავსი ტიპის ინფორმაცია. მაგალითად, მოცემული გვაქვს კლიენტების რაოდენობის და შემოსავლის შესახებ ინფორმაცია თვეების ჭრილში: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი. როგორ შეგვიძლია დავთვალოთ ჯამური მაჩვენებლები, ანუ კლიენტების რაოდენობა იანვრიდან ივნისის ჩათვლით და შემოსავალი იანვრიდან ივნისის ჩათვლით. ტრადიციული მეთოდით ჩვენ უნდა ჩავწეროთ ფორმულა, სადაც სათითაოდ დავაჯამებთ თითოეულ მათგანს. იანვრის მაჩვენებელს, დამატებული თებერვლის მაჩვენებელი და ასე შემდეგ. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ შრომატევადი და არაეფექტური მეთოდია. ამისთვის მე გთავაზობთ მარტივ მეთოდს, სადაც ჩვენ უნდა ჩავწეროთ შემდეგი ფორმულა. ჯამის, ანუ sum ფორმულა და არგუმენტებში ვწერთ შემდეგს. იანვარი, ანუ იმ გვერდის დასახელება, საიდანაც იწყება ჩვენი მაჩვენებლები, 2 წერტილი, ივნისი, ესე იგი ის გვერდი, სადაც მთავრდება ჩვენი მაჩვენებლები, შემდეგ ვწერთ ძახილის ნიშანს და წერთ იმ უჯრის მისამართს, სადაც თითოეულ გვერდზე განთავსებულია კლიენტების რაოდენობა. ამ შემთხვევაში ეს უჯრა არის C3, ჩავწერთ C3-ს, დავხურავთ ჭრილს და ვნახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ კლიენტების რაოდენობის ჯამური ოდენობა იანვრიდან ივნისის ჩათვლით. იგივე ფორმულას ჩვენ თუ გადავავრცელებთ ქვემოთ შემოსავლისთვის, ვნახავთ, რომ მივიღებთ შემოსავლის ჯამურ მაჩვენებელსაც და კიდევ რაც არ უნდა მონაცემები გქონდეს განთავსებული ამ გვერდებზე, შეგვიძლია ამ ფორმულის გამოყენებით მარტივად დავაჯამოთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, დაალაიქეთ და გააზიარეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, წარმატებებს გისურვებთ.